არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი, ვერ უკუაგდებ. და რაღაცები, რაშიც უბრალოდ შეიძლება უცლური იყო, იმიტომ რომ რაღაცები იყოს დაწერილი განგებისგან და რაღაცებშიც შენ უნდა იმოქმედო. ისი გავიმახსენდება ახლა რაღაცას რო იხრჩობა წყალში ვიღაცა ღმერთო დამეხმარეო და ხელფეხი გააგან და დაგეხმარებაო. ხო და ეგაა ზუსტად რა. ხელფეხი უნდა გააგანო რომ რაღაცები ისე მოხდეს როგორც შენ გინდა, მაგრამ არის რაღაცები, რაც აუცილებლად დაგერგულია ჩვენთვის. ხო და ეს საჯარო გაშლა არის სახელწოდებით რას მოგიტანს 2026 წელი შენ. პირველ რიგში მოგიტანს საკუთარ თავთან ჩაღრმავებას და პოტენციალს იმისა, რომ გახსნა ის სირთულეები, რომელიც თითქოს ვერასდროს ვერ გახსენდი ვერცერთ მოცემულ წელიწადს. რომ თითქოს გაიზარდე და ისწავლი იმას, რომ მოლოდინები აფუჭებს ყველაფერს, რაც შეიძლება რომ შენს ენერგიებში იყოს. ისწავლი იმას, რომ ყოველთვის გულწრფელი საუბარი მოგიტანს კონსენსუსამდე სწორად მიდგომას და რომ შენ ცხოვრებაში არჩევანი ყოველთვის შენი თავის საუკეთესო ვერსია არის და ან უბრალოდ საკუთარი თავის არჩევა. რომ გზა, რომელიც იქნება 2026 წელს, ძალიან საინტერესო შეგრძნებებში მოგიყვანს და დახურავს იმ ეტაპს, როდესაც გულის ტკივილი დიდი ხნით არსებობდა შენ სულში და არეალში. მაგრამ გზა, რომელიც ჰარმონიამდე მოგიყვანს, 2026 წლის შემოდგომიდან დაიწყება, რადგან მანამდე დიდი ტრანსფორმაციას გაივიდა. ამ ტრანსფორმაციიდან კი უნდა ისწავლო საკუთარი თავის სწორად მართვა და შენი ემოციების კონტროლი. შენს ემოციებთან სწორი კომუნიკაცია. რაც მიგიყვანს იქამდე, რომ შენ საყვარელ ადამიანთან ერთად წლის ბოლოს ოჯახსაც გიშექმნი. მადლობა ყურადღებისთვის. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ რომ მომწეროთ და მომართოთ მისამართ მოცემულ როლებს. მადლობა.